ერთ-ერთი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შემდეგი იყო, სადაც აი როგორი იყო მამა უცებ ვიგრძენიმე. იცით, ბიძა, დედის ძმა იყო, როგორ გითხრათ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ამავე დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან იყო მისი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობა დაკავშირებული. ძალიან კარგი ეკონომისტი იყო, ეკონომიურზე სწავლობდა ის და ეთყობა იქ იმ რაღაცა ეხმარებოდა ამ ეკონომიკურ საკითხებში. და პატიმრეს ისიც მაშინ როდესაც აჯანყება მზადდებოდა და იყო დუშეთის ციხეში დაპატიმრებული. მარტო ის არ იყო, კიდევ რამოდენიმე სხვა ადამიანი იყო ქაქუცას მომხრეები. იცით, ქაქუცა თავს დაესხა ციხეს, გაანთავისუფლა და ბიძაჩემი მასთან ერთად გავიდა უცხოეთში. ეს მოგხსენება თურქიანი წლები არის. 35 წელს მე დავიბადე. ბებიაჩემი ოცნება იყო ბებიასი, რომ მისი ვაჟი როგორმე კონტაქტი ან რაღაცა ცოდნოდა მის შესახებ, ან რომ საგზაურული იყო ყველადაირი მიმოწერა. ის უკვე საფრანგეთში იყო ამასობაში და მიმოწერა არ არსებობდა და მე დავიბადე და გადაწყვიტეს, რომ რა ვქნათ, სახელი უნდა დავარქვათ და ზოგი რას ამბობდა ზოგი რას და ბოლოს და ბოლოს მამამ თქვა ჩემმა, რომ მოდიო, თქვენ ყველამ დაწერეთ თქვენი სურვილი სახელები. მე ამას ჩავღრე ქუთში. ამოვიღებ ერთ-ერთ და რა სახელიც იქნება ის დავარქვათ. დაწერეს, ჩაყარეს ქუთში. ამოიღო და თქვა მერაბი. ბიძაჩემს მერაბი ერქვა. დედამ მითხრა, რომ მერე გავიგე მამასგან, რომ ყველა ქაღალდზე მამას მერაბი დაუწევი. ეგვიპტეზე უნდა მეკითხა. აი აქედან გამომდინარე უცებ წარმოიდგენთ როგორი ადამიანი იყო.